ნახეთ რამდენი მოხალისე შევიკრიბეთ გუდაურის დაალაგებისთვის. ყოველ წელს ორგანიზაცია სადაგი ორგანიზებს გუდაურის დაალაგების დღეებს. ამჯერად გადავწყვიტე არა მხოლოდ დამელაგებინა, არამედ მეჩვენებინა თქვენთვის, თუ როგორ მიმდინარეობს გუდაურის დაალაგების დღეები. პარკები და ხელთათმანები მზადაა, ხოლო ჩვენი მთავარი ორგანიზატორის აიამეს ტურეს ენერგია სხვა თემაა. სანამ უშუალოდ ნაგულ შეგროვებაზე გადავალთ, მოდით საბაგიროდან ამ ულამაზესი ხედით დავტოვოთ, რადგან მთავარი საქმე წინა. Алло, Михаил, ხო ავაგეთ საქართველოს. რუსებმა დავყაროთ მალე. ივნისია. შეხედეთ. თოვლი. მისლი. ახლა უნდა დავიწყოთ დაალაგება. უხშენ. პოსტეტრიანი. ვიცი ეს პატარა ნაკავი. პინგ-პონგი სპორტი. ოი, აქ რამდენი ნაგავია, ნახე. Kind of swelly, უფრო ჩასულია ამიტომაც და Шапери. ჯობია რომ აქვე სადმე ახლა ხერხად მოვა. ვიჟდები. თოთხორ მიაგდეს და დაამხოს. აუ, აი აქ ახლა. კიდა ბოძები აქვს, ოკეი. გადავიდე. მიჭერი? მერე შევეცვალო. აბა ჩემი გუნდი გაშვება. აი, ხო, აი გაიღეთ. მას არქეოლოგიურ საზღვარზე. ანუ შეიძლება უკამასო. ჩვენა გავშენე ჩავაგო. იგი გადიმია მოხდა. სად არის ჩემი აქ ჩააგდე, მე ვიპოვე. მე ვიპოვე.
ქვემოთ ჩავდივართ და მარკო პოლოში გვაქვს შუალედური ჭამა. რომელიც 1 საათის სავალზეა დაღმა. ეხე ჩავდივართ ანუ? ხო. ეგ გონი ჭირდებათ არა? რა, მანქანა რომ გამოიძვისო, მე დავაყოლოთ. ოკეი. ნაწილი ესე წავიდეთ და ნაწილი ესე ამ კორპუსს მოუვაროთ რა. ეს მეტალის არის? არ ვიცი, მეტალია ეს. მეტალი ხო? What მოდი აიღე. GoPro-s ელემენტმა ბოლომდე ვერ გაძლო და შეგროვებული ნაგვის გადაღება ვერ მოვასწარი. თუმცა, მთავარი კადრი მაინც ეს არის. მწვანე მთების მიღმა ახალგაცილებით ნაკლები პლასმასიდან არჩენია, ვიდრე დილით იყო. როცა ამ ხედებს უყურებ და ხვდები, რომ შენი ხედით გაასუფთავი, tad იცი, რატომაც ღირდა მთელი დღის წვალება. საქართველოს ჩვენი დახმარება სჭირდება და დღეს ჩვენი წილი საქმე გავაკეთეთ.